დიდება იესო ქრისტეს. ის დარჩენილი დრო ძვირფასებო ჩვენ რაც გვაქვს ახლა ჩვენ გამოვიყენებთ იმ სიტყვის, იმ ქადაგების გაგრძელებისთვის, რაც წინა კვირას დავიწყეთ. წინა კვირას ჩვენ დავიწყეთ ასეთი თემა იპოვე და შეინარჩუნე კმაყოფილება. მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სახურების ჩანაწერები ყოველთვის თავსდება ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესიის Facebook გვერდზე. ეს ამას უფრო მასიურად ვიყენებთ. რა თქმა უნდა, ის YouTube-ზედაც იდება, მაგრამ ძირითადად მეგობრებო, ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესიის Facebook გვერდზე. სწორედ ასე იძებნება ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესია. თუ აკრიბავთ Facebook-ზე, დაიმატეთ ესე ვთქვათ ეს გვერდი და შეძლებთ რომ მოისმინოთ კიდევაც და ვისაც ახლა მოსმენასთან, ერთ საათიანი ქადაგების მოსმენასთან პრობლემა გაქვთ, იქვე კომენტარებში ყოველთვის იდება ქადაგების სრული კონსპექტი. აი ამ ფორმით მომზადებული კონსპექტი იდება, რომ თქვენ თვალი გადაავლოთ იმ პუნქტებს, იმ პრინციპებს, იმ მოცემულ კონტექსტებს და მუხლებს, რომელიც არის ხოლმე ქადაგების დროს გაჟღერებული. და რატომ თქვი ახლა ეს ყველაფერი? წინა თემის თელს შეჯამებას ახლა ვერ დავიწყებ. მე უბრალოდ მოკლედ შეგახსენებთ, რაზე ვილაპარაკეთ. ჩვენ კმაყოფილება განვმარტეთ. ასევე ვთქვით, რომ სადაც არის კმაყოფილებაზე საუბარი, იქ აუცილებლად იქნება უკმაყოფილებაზე, გადაუდებელია უკმაყოფილებაზე საუბარი, იმიტომ რომ კმაყოფილება ასეთი გამოთქმა არის, მოგება და წაგება ძმები არიანო, თუ ისინი ძმები არიან, კმაყოფილება და უკმაყოფილება ბიძაშვილები მაინც არიან მინიმუმ და მეგობრებო, შეიძლება ადამიანი დღეს რაღაცით იყოს კმაყოფილი, მაგრამ ხვალ ან მომავალში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება თავი წამოყოს უკმაყოფილება. ეს არის ცხოვრების გამოწვევა. რომ ხვალ შეიძლება თავი წამოყოს უკმაყოფილება. და ჩვენ თქვით ასეთი რაღაცა, რომ კმაყოფილება ეს არის მადლიერება იმის გამო, რაც გვაქვს. ანუ ღმერთს მადლობას უხდით იმისთვის, რაც გვაქვს, ხოლო რომც არ გვაქვს რაღაცა, თუნდაც არ გვაქვს რაღაცა, ვენდობით მას რწმენით. ანუ იმის გამო, რომ როცა ჯერ კიდევ რაღაცა არ მაქვს, რაზედაც ლოცულობ, რასაც ველტვი, რა მიზანიც გამაჩნია, აპრიორი ამის მცოდნე კაცი არ ვარდება უკმაყოფილებაში. ანუ მე ვსწავლობ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მაქვს ღმერთისგან, ხოლო ღმერთს ვენდობი იმაში, რაც არ მაქვს. ხოლო უკმაყოფილება ძვირფასებო არის ეს შინაგანი მდგომარეობა, ეს ემოცია არ არის. ნუ იფიქრებთ, რომ ეს ემოცია არის, ეს გულის მდგომარეობა არის, ის ემოციაში შემდეგშია გამოხატული. უკმაყოფილება ეს არის, მეგობრებო, მდგომარეობა, გულის მდგომარეობა, როცა ადამიანი უკმაყოფილოა იმით, რასაც ღმერთი აძლევს. შენ მეტყვი არა, რაღაცას ულტრირებ, იმიტომ რომ მე ღმერთით კი არ ვარ უკმაყოფილო. მე სხვა რამეებით ვარ უკმაყოფილო, მაგრამ მეგობრებო, ბიბლია ამბობს, რომ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც ღმერთისგან არ მიგვიღია. ყველა სიკეთე ღმერთისგან მოდის. ცირია თუ დიდი ღმერთისგან მოდის. იაკობი ამბობს, ყველა კეთილი საბოძებელი, გაიხსენეთ ეს მუხლი, ყველა კეთილი საბოძვარი მოდის ღმერთისგანო, შუქთა მამისგან. მე ღმერთით კი არა, ცოლით ვარ უკმაყოფილო. მე ღმერთით კი არა, შვილებით ვარ უკმაყოფილო. ღმერთმა მოგცა ცოლები, ღმერთმა მოგცა ქმრები, ღმერთმა მოგცა შვილები. ალბათ იყო დრო, როცა ღმერთს მადლობას ვეუნეოდით, ღმერთო მადლობა, რომ შენ მაჩუქე შვილები. მაგრამ როგორც კი შვილების მხრიდან რაღაც პრობლემას ვაწყდებით, შეიძლება ვიყო უკმაყოფილო, მე აღარ ვარ მადლიერი, მე გადავდივარ უკმაყოფილებაში და როგორც აღვნიშნეთ, უკმაყოფილება ხშირად ისე რომ არც კი ვიცოდეთ, შეიძლება იყოს გამოხატული ღმერთის განზრახვებისადმი უნდობლობაში. შეხედეთ, მე იმდენად დამივიწროვდა თვალსაწიერი, იმდენ პრობლემას ვხედავ ჩემს გარშემო, რომ ჩაძირული ვარ უკმაყოფილებაში, ხანდახან საგარეო ტანსაცმელივით, უბრალოდ ლაპარაკი ვისწავლე რელიგიური, როცა მკითხავენ, როგორ ხარ, კმაყოფილი ხარ, ბედნიერი ხარ, აბა რა, დიდება ჩემს უფალს, შეიძლება მე ამას ესე საგარეო ტანსაცმელივით ვამბობდე, მაგრამ ღმერთი ხედავს მეგობრებო გულს, ასევე ნაყოფები აჩვენებენ, რამდენად კმაყოფილია ადამიანი და რამდენად ბედნიერად გრძნობს ადამიანი თავს. თუ მეზობლებს ვეჩვენებით და მეზობლებს მივყიდით ასე რომ მე თითქოს ბედნიერი ოჯახი მაქვს, ყველაფერი კარგად გმავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ასე არის, მეგობრებო. ჩვენ ხანდახან საგულდაგულოდ მალავთ ხოლმე ჩვენ რეალურ ცხოვრებას, ჩვენ პრობლემებს მალავთ, მეგობრებო, მაგრამ ჭირი თავს არ მალავს. იესომ თქვა ასეთი სიტყვები,
გულში მოჭარბებული აუცილებლად გამონთავისუფლდება ბაგით. მე ეს არ მithქვავს, ეს მე კი არ ვთქვი, ეს იესომ თქვა, მე უბრალოდ ვიმეორებ. გულში მოჭარბებული ბაგით გამონთავისუფლდება. მე გვიწევს ხოლმე თავის მართლება, არა ეს კი ვთქვი, მაგრამ მე კარგი გული მაქვს. ის რაც არის გულში, თუ გულში წყენა არის, გამონთავისუფლდება. თუ გულში უპატიებლობა არის, გამონთავისუფლდება. თუ გულში ის შინაგანი მდგომარეობა, უკმაყოფილება არის, გამონთავისუფლდება. დროის საკითხია მხოლოდ. კონკრეტული მომენტის საკითხია. პასტორი მაილს სვინი ერთ-ერთ ქადაგებაში ასეთ რაღაცას ამბობს. ცხოვრებაო დაახლოებით ასეთიაო, როგორცო ჩაის პაკეტი, ნახეთ ერთჯერადი ჩაის პაკეტები რო არის. თუ დუღარეში არ მოხდა, თუ ცხელწყალში არ მოხდება ჩაის პაკეტი, ისე არ გამოცევს იმ გემოვნურ თვისებებს და ფერსაც კი არ იძლევა. გესმით? დუღარეში უნდა მოხდეს აუცილებლად და ხანდახან ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი დაუშვებს ხოლმე აღმოჩნდეთ რთულ გარემოებებში, რომ გამოჩნდეს ის ყველაფერი, მეგობრებო, რა ჩვენშია. და ამას ღმერთი აკეთებს, ჩვენი ლოცვების პასუხად აკეთებს უფალი. ჩვენ ვლოცულობთ, ღმერთს ვეუნევით, დამეხმარე, გამწმინდე, გამასუფთავე და როცა ჩვენ ამას ვეუნევით, ის მოდის თავისი გზით, რომ იმოქმედოს, მანიცის როგორ უნდა გავწმინდოს თვითფასები. ჩემი ლოცვა, შეგნებული ლოცვა სულ ასია, უფალო, როცა ვლოცულობ შენს წინაშე, რომ გამწმინდო, ან როცა ვლოცულობ ეკლესიისთვის, რომ გამწმინდო და აქციუ ეკლესია მოსახმარ საპატიო ჭურჭლად, მე ვიცი უფალო, რომ ტკივილის გარეშე ეს არ იქნება. იოანეს მე-15 თავში როცა იესომ თქვა, რომ მე ვარ ლერწი, მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი მე ვენახე, თქვენ ხართ ლერწები და მან თქვა ასეთი რაღაცა, რომ მამა ჩაატარებს გასხლის პროცესს. ახსოვთ? პირდაპირ ასე არ უთქვავს, მაგრამ მთელი შინაარსი ასეთია, მამა ატარებს გასხლის პროცესს, უნაყოფო ლერწებს აშორებს, რომ ნაყოფიერება შედგეს. მე დიდი მე ვენახე არა ვარ, მაგრამ მეგობრებო, ჩემი ბაბუიდან მოყოლებული, ჩვენ სულ ქონდა ვენახები, მათ ვეხმარებოდი ბავშვს ეხლა ეს ხო იც დაინტერესებს. მარტო რთველზე კი არ დავდიოდით, როცა სხვადასხვა საქმესა, როცა ვენახს წამლავდნენ, იქ ვიყავი, მაინტერესებდა. და ბევრი რამ ვიცი ვაზის შესახებ და როცა შემდეგში გადამეცვალა ბაბუა და მამაჩემსაც არ შეეძლო, მე ვაკეთებდი ვენახში ამ საქმეს, მეგობრებო. მე მორჩავდი როგორც ეძახიან ხოლმე. თავიდან არ მესმოდა, როცა მამაჩემი მას სწავლიდა, რომ ამდენი ვაზის ლერწები რატომ უნდა მომეჭრა და დამეტოვებინა მხოლოდ 2 ან მხოლოდ 3, ვერ ვიგებდი, რატომ უნდა მომეცილებია ხანდახან ისეთი ლერწიც კი, რომელსაც უკვე მტევნები ჰქონდა, მაგრამ მამაჩემი მკაცრად მასწავლიდა, მოაშორე, ვერ შეძლებს ვაზი. ძირითადი ყლორტები უნდა დარჩეს, რომ ამ ძირითადმა ყლორტებმა უზრუნველყო კარგი მტევნის მოტანა და ვაშორებდი ხოლმე, მაგრამ ასევე მინახავს ისეთი ვენახები, სადაც ყველაფერს გაუშვებენ, მაგრამ ნაყოფი არ მოდის. გასხლა არის მტკივნეული პროცესი. ვაზიც ტირის, მეგობრებო, როცა სხლავენ, იცით ეს? წვეთავს. მე მგონი ეს შესწავლად საკმარისია და იმას ვამბობდი, რომ უკმაყოფილება შეიძლება გამოიხატოს, რომ მე ღმერთის განზრახვის მიმართ მაქვს უკვე უნდობლობა. ანუ მე ფაქტიურად ნახეთ რაღაცა თითქოს მიმართულებას ვცვლი. ღმერთი ამბობს, რომ ჩემი ყველა განზრახვაო სასიკეთოა თქვენს მიმართ, ხოლო მე შეიძლება დეკლარაციის დონეზე სიტყვით ასე არ ვამბობდე, რომ ღმერთის ყველა განზრახვა საბოროტოა, მაგრამ ღმერთის ხალხს ეს განცდა გაუჩნდა, ამიტომ გახდა ღმერთის ეს პასუხი საჭირო, როცა ერემიაში ღმერთი ეუბნებოდა, მე ვიცი რა განვიზრახე თქვენს მიმართ, იმიტომ რომ მაშინ ხალხი ამბობდა, ღმერთს ცუდი განზრახვები აქვს ჩვენს მიმართ, ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები ამბობდნენ, ღმერთმა დასაღუპად მოგვიყვანა, ხედავთ მეგობრებო, შეიძლება სიმწარეში ჩავარდნილი ადამიანი რა წინააღმდეგობაში მოვიდეს უფალთან, რომ ღმერთის განზრახვებში უნდობლობა გაუჩნდეს. ღმერთის განზრახვების სიკეთეში უნდობლობა გაუჩნდეს. და ეს წარმოშობს უკმაყოფილებას. და მტერი ამას აუცილებლად შეეცდება შემოაგდოს ჩვენს ცხოვრებაში. მტერი ამას აუცილებლად შეეცდება დაგვბომბოს, როგორც გითხარით უკმაყოფილების ბომბებით. ეს დღესაც მოხდება, აქ კი არ მოხდება. შესაძლებელია, როცა აქედან წახვალთ, იმის მიუხედავად, რომ ეს მოისმინეთ, მაინც გახდეთ მტრის თავდასხმის ობიექტი. უკმაყოფილება კიდევ შეიძლება იყოს გამოხატული უმადურობაში. ანუ მე შეიძლება არ მესმის ხანდახან, რატომ გამომდის უმადური საუბარი. მაგრამ იმის გამო, რომ გულში მაქვს უკმაყოფილება,
გამოვხატავ ამას უმადურობაში. ყოველ შემთხვევაში მადლიერი არა ვარ, მადლიერი ცხოვრებით არ ვცხოვრო. და იმის მიუხედავად რომ გაფრთხილებული ვართ ამაზე რომ მადლიერი ვიყოთ ღმერთის წინაშე, თუ არ შემოვიფარგლებით რაღაც რელიგიური ლოცვით, ხოლოდ უფალო დიდება, მადლობა, როგორც ვიწყებთ ხოლმე ლოცვას თუ ლოცულობთ, ამის იქით არ მეტყობა რომ მადლიერი ადამიანი ვარ. ჩემი ბედნიერების ხარისხს არ ეტყობა რომ მადლიერი ადამიანი ვარ. უფრო მეტად შეიძლება წუწუნი დრტვინვა უკმაყოფილება გამოდიოდეს ადამიანისგან. ასე რომ ის შეიძლება იყოს გამოხატული უმადურობაში და ასევე კიდევ ერთი ის შეიძლება იყოს გამოხატული შედარებებში, სხვებზე შედარებაში. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. გაგახსენებთ, ხოლო ახლა აღარ ვილაპარაკებთ ჯონსის ფენომენს. ჯონსი, შენი მეზობელი ჯონსი, რომელსაც ბევრი რაღაცა აქვს და იმის გამო რომ მას აქვს რაღაცა, შენს გინდა. ადამიანები ასე ადარებენ, ყველაფერი მეგობრებო, მარკეტინგები, მარკეტინგული გათვლები, რეკლამები ამაზეა აწყობილი. გესმით? ამაზეა ყველაფერი აწყობილი და ხანდახან ესე როგორც ვირს რომ დაუკიდებენ ხოლმე წინწვანე ბალახს, ასე მივდევთ ამ მარკეტინგს, ასე მივდევთ ქვეცნობიერად ამ შედარებას, ვიღაცა არავის არ ვედარები, მე ის ვარ, ვინც ვარ. ნუ იჩქარებთ. ნუ იჩქარებთ ასეთი დასკვნების გაკეთებას, ვიფასებ. დიახ, ხანდახან სწორედ შედარებით ვართ დაკავებული, ვადარებთ. შეიძლება სადღაცა ქვეცნობიერში ჩვენ თავს ვადარებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ვადარებთ, სხვის უნარებს ვადარებთ, სხვის ფიზიკურ მდგომარეობას ვადარებთ. სადმე გინახავთ რეკლამებში, მეგობრებო, არასიმპათიური ადამიანი, ისე აღარ მინდა ეხლა ცუდად თქვა. ან მახინჯიქალები და კაცები გინახავთ სადმე რეკლამებზე? რატომ არის სულ სრულყოფილება რეკლამებში ყველგან? რატომ არის სულ სრულყოფილი სახეები, სრულყოფილი სხეულები გამოხატული? რომ ადამიანმა შეხედოს და შედარება დაიწყოს. მე რა ვარ, ეს ვინ არის? ასე ყალიბდება უკმაყოფილება საკუთარი თავით. ადამიანი იწყებს უკმაყოფილებას საკუთარი თავით. რეალურად მადლიერი არ არის იმის გამო, ვინც არის, როგორიც არის. მისი ფინანსური მდგომარეობის შედარება, მიიხედავ, მოიხედავ, შენი მეზობლები ძალიან დაწინაურდნენ, ქვეცნობიერიდან იწყებ ამ შედარებას და შენი უკმაყოფილება უკვე ირყევა, შენი კმაყოფილება უკვე ირყევა. რეალურად შეიძლება დაკარგო კმაყოფილება. შვილები, ოჯახი, შვილების წარმატებები, ცოლები, ქმრები, მანქანები. ეს მეგობრებო, ჩემს ცხოვრებაში გამივლია, ხო მოგიყევით, როცა პირველად ჟიგული ნოლადინით დავდიოდი 01-ით, ხო, ჩემი მეგონა სამყარო. მაგრამ მე რომ შევამჩნიე რომ ვიღაცა ოპელით დადიოდა, ჩემი მანქანის გამოჩენაც აღარ მინდოდა ხოლმე. ასე ხდება, შედარებას ვიწყებთ. გაცილებით საფრთხილო საკითხია და საშიში კატეგორიის ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხოლო დღეს ვიფასებო, ვისაუბრებთ მეორე ნაწილზე და როგორც შეგვირდით, ჩვენი ქადაგების დიდი ნაწილი დაეთმობა სოლომონის, მეფე სოლომონის ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, ოღონდ ეს არის ცუდი გაკვეთილები. ეკლესიასტეს წიგნი აღგვიწერს სოლომონის ცხოვრების მომენტს, როცა სოლომონი მისაბაძი კი არ არის, პირიქით მეგობრებო. სოლომონის ცხოვრების მედლის მეორე მხარე არის წარმოდგენილი. შეიძლება ქრისტიანებს ამის შესახებ ვუშვებ იმის ალბათობას, რომ არც კი ხსმენიათ, იმიტომ რომ იმდენი პოზიტიური ისმის ყოველთვის ეკლესიებში სოლომონზე, მის სიბრძნეზე, მის დიდებაზე, შეიძლება ახლა პირველად შეეხოთ ამას, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ეკლესიასტეს წიგნის მთელი არსი, მთელი თემა არის მეგობრებო, თუ ის რეგრესი, რომელიც სოლომონის სულიერ ცხოვრებაში დაიწყო, ის რეგრესი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მან სხვა გზა აირჩია ცხოვრების რაღაც ეტაპზე. მან იმის მიუხედავად, რასაც ფლობდა, კმაყოფილება დაკარგა. მომისმინეთ. ბიბლია ამბობს მეგობრებო, რომ სოლომონს ყავდა 700 ცოლი და 300 ხარჭა. ხალხი ამაზე ცინის ხოლმე. მოდი ახლა არ გავიცინოთ. დღემდე გაუგებარია ჩვენთვის. რატომ უნდა ყავდეს ადამიანს 700 ცოლი და 300 ხარჭა? ჩვენ ისიც კი გვიკვირს, რომ ზოგიერთ რელიგიაში, სადაც მრავალცოლიანება დასაშვებია, რა საჭიროა 4 ცოლი, 5 ცოლი?
ისინი ამაში ლოგიკას ხსნიან ხოლმე საქართველენოვან მოსახლეობაშიც ეს პრაქტიკა არის საქართველოში ისლამურ რაიონებში და ის ამბობს გაცო რა თქმა უნდა იმათ გადანაწილებული აქვს საქმე ერთი ბაღჩას ხედავს მეორე საქონელს ხედავს მესამე ამას ხედავს მაგრამ ძვირფასებოს წარმოგიდგენიათ 700 ცოლი და 300 ხარჭა და ბიბლია ამბობს ამას ხომ არაფერს გეუბნებათ ეს დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით და ამას მარტო ნუ დავარქმევთ რაღაც სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას იმიტომ რომ თუ ეს მუდმივი პრობლემა არის 1000 ადამიანთან მისი მცდელობა საერთოდ სისულელეა და სიგიჟია მაგრამ თითქოს და რაღაცის ძებნა მუდმივად აი თითქოს და ბედნიერების რაღაცა ხარისხი აღარ არის ისეთი და იდგმება წარმოუდგენლად გაუგონარი ნაბიჯები მე ვკითხულობთ მის სიმდიდრეზე ძვირფასებო რომელიც ღმერთისგან ქონდა გახსოვთ როცა ის უფალს შეხვდა პირველად გახსოვთ ღმერთმა რა აღთქმა მისცა იმის გამო რომ სიბრძნე მთხოვე ღმერთი ეუნება მისი პირველი ლოცვა მისი პირველი თხოვნა ის არ იყო პირველი ლოცვა მაგრამ რასაც ჩვენ ვკითხულობთ მისი პირველი დადგომა ღმერთის წინაშე უფალი გამოეცხადა ეუნება სოლომონ მთხოვე რა გავაკეთო შენთვის სოლომონი ეუნება ღმერთო ახალგაზრდა კაცი ვარ მეფეთ მაკურთხეს ჭირდება სიბრძნე ღვთიური და ღმერთი ამბობს მომეწონა შენი თხოვნა შენ რომ არ მთხოვე რასაც ხვები მთხოვენ ხოლმე დიდება მტრების სული და ასე შემდეგ მე მოგცევ გაუგონარ სიბრძნეს რომლის მსგავსიც არავის გონია და სიბრძნესთან ერთად მოგცემ ისეთ სიმდიდრეს და დიდებას რომლის მსგავსიც არავის გონია და ბიბლია გვიყვება სოლომონის სიმდიდრეზე იმ დროინდელმა სამყარომ გაიგო მეგობრებო სადაც არ იყო ტელევიზორი სადაც არ იყო Forbes-ის რეიტინგი სადაც მილიონებს უთვლიან ვიღაცებს და აქვეყნებენ შორეული ქვეყნის დედოფალი ჩამოვიდა ერთხელ შებაშ დედოფალი იმიტომ რომ მიწუდა ხმა სოლომონის დიდებაზე და ერთი ჩანაწერი გვაქვს ბიბლიაში სოლომონის დროს ისრაელში ვერცხლი იყო როგორც ქვის ფასი აი წარმოვიდგინეთ ეზოში რომ ქვები ყრია ბავშვები რომ თამაშობდნენ ასე ვერცხლის ზოდებით ამ სიდიდრის პრობლემა ადამიანს ვერ დაიკმაყოფილა გული და ჩვენ ამ მონაკვეთებს დღეს წავიკითხავთ და რას არ აკეთებდა ის რომ სიამოვნება მიეღო მაგრამ ყველამ მუხლის შემდეგ კითხულობთ მივხვდიო რომ ამაო იყო ყველაფერი მივხვდი რომ ფუჭი იყო ყველაფერი მეგობრებო მე ვთქვი რომ ეს გაკვეთილები ცუდი გაკვეთილებია მაგრამ ნახეთ ჩვენ შეგვიძლია დღეს ჩვენს ცხოვრებაში სადღაცა ვისწავლოთ გაჩერება იმიტომ რომ ზუსტად იგივე ლტოლვა შეიძლება არა იგივე მასშტაბების მე ეს თემაში დაცმა აქვს რომ შეიძლება ჩვენი და სოლომონის მასშტაბები ძალიან განსხვავდებოდეს მაგრამ იცით ბუნება კაცისა ერთი და იგივეა მასშტაბები განსხვავებულია ის მილიონებით ვერ კმაყოფილდებოდა შენ ამბობ მე 100 ლარიც კი არ მაქვს თავისუფალი ფული სულ დეფიციტის რეჟიმში ვცხოვრობ იმას 700 ცოლი ყავდა მე ერთიც ვერ მომიყვანია მასშტაბები შეიძლება განსხვავებულია მაგრამ კაცის ბუნება იგივეა იყავით გახსნილები ძვირფასებო პირველად ისევ ამ მუხლს ვიკითხავთ პირველი ტიმოთეს მე-6 თავი 6:7 მუხლები აჰა დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად ნახეთ ძვირფასებო იმდენად მნიშვნელოვანია კმაყოფილება რომ პავლე მის ახსენა ისეთ სათნოებასთან როგორიც არის ღვთისმოსაობა წესით ღვთისმოსაობა ყველაზე მნიშვნელოვანია ხომ მაგრამ პავლემ არა შეცდომით არა გაზვიადებით ღვთისმოსაობასთან ასეთ უდიდეს სულიერ სათნოებასთან ერთად ახსენა კმაყოფილება არის დიდი შენაძენი ტანდემი ღვთისმოსაობასთან შესანიშნავ ტანდემს ქმნის კმაყოფილება რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთო მისგან დიახ მეგობრებო მართლა ვერაფერს ვერ წავიღებთ მისგან ერთი ასეთი სახუმარო ისტორია გამახსენდა ერთი კაცი სამეფოს სასუფეველის შესასვლელშიო ზურგჩანთა აქვს და ოქროს მონეტები უდევს და ოქროს ზოდები შიგნით აქ დააგროვა და რო გარდაიცვალა წაიღოო და არუშვებსო პეტრე იქ და არის ზიძგილაობა და გამოძახესო რა ხდებაო და რაღაცა ქვები აქვსო მოტანილიო და იმიტომ რომ იქო უქროს ქუჩები ხო არისო იქ რო წერია ხა ცოტა ისეთი ამის შემოტანა უნდაო და რატო უნდა შემოვატანინოთო აქ ოქროს ქუჩებიაო როგორც გამოცხადების წიგნში წერია ახალი იერუსალიმში ზეციური იერუსალიმში იცით მეგობრებო ალბათ ყველა ადამიანმა იცის რომ აქედან ვერაფერს ვერ წაიღებს ან გაურბივართ ამ ცოდნას და ქრისტიანებო განსაკუთრებით ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო იქ დავიუნჯოთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამას თუ კარგად გაიგებთ
პასიურობას დააღწევთ თავს. არაფრის კეთებას დააღწევთ თავს. თუ ამას გაიგებთ. ეს ასე არ არის, მეგობრებო, თქვენ არ გაქვთ ზეცის ანგარიშები. იქ ვერაფერს ვერ გადარიცხავ, იქ ვერაფერს ვერ შეინახავ. შევწყვიტოთ ჯიუტობა, გთხოვთ ყველას ხალხო. ეს არის მომენტი, ჭეშმარიტების მომენტი. კამათობენ ადამიანები გაცემა სწორია თუ არა, წუხდებიან დღემდე, პოლემიკებს მართავენ. კამათებს მართავენ. გავცეთ თუ არა, მიცეთ თუ არა მიათედი. მიმოქმედოთ თუ არა. თუ უბრალოდ ვიყოთ რაღაცა მსმენელი, მეგობრებო, ჩვენზია რას დავიუნჯებთ, პირდაპირ გიმეორებ. სახარება ლაპარაკობს ჩვენზია დამოკიდებული, რას დავიუნჯებთ. ის იქ თავისით არ შეივსება. ამას წავიკითხავთ ქადაგების მეორე ნაწილში დასკვნაში უпростоრად, როგორ ასწავლიდა პავლე იაკობის მათ შორის ფინანსურად წარმატებულ ადამიანებს. ფაქტიურად წყალს ასე ასხავდა თითქოს ის პატივს უპატიოდ კი არ ექცეოდა ფინანსურად წარმატებულ ადამიანებს. იაკობმა ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობები, უფრო რადიკალური სიტყვა გამოიყენა, ახლა თქვენ მდიდრებო, რომლებიც უყავებთ შრომელებს, რომ მისცეთ, იტირეთ თუ ახლა ისეუნება, დალპა თქვენი ქონება, აზრი დაკარგა, ქონება არლპება, ძვირფას ეს პირდაპირი გაგება კი არ არის, მაგრამ ისეუნება უსარგებლო ხდება, იმიტომ რომ წუთი სოფელში ცხოვრობ, წახვალ ამ ქვეყნიდან და ვერაფერს ვერ წაიღებ, ოქროს სასახლეც რომ დაგიმზადონ, $50,000 საფლავის ქვებიც რომ დაგიდგან, აქედან ვერაფერს ვერ წაიღებ, შიშველი მოხვედი, შიშველი წახვალ, მაგრამ ამ ცხოვრებაში თუ ღვთისნებით იცხოვრებ, შენ საუნჯეს იგროვებ იქ. ეს არის ღვთის სიტყვა, რომელსაც უნდა ვენდოთ. და ნუ იქნება თქვენი რეაქცია, მეგობრებო, მეტი არა, ჩემი მტერი. შეიძლება ლაპარაკობენ ადამიანები ასე, როცა სულიერ ცხოვრებაზე გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეზე ვლაპარაკავთ ხოლმე, მეტი არა, ჩემი მტერი. ნახეთ, ადამიანები აქ არიან ორიენტირებული, არ ჯერათ რომ სიწმინდით, რომელსაც აქ გამოიჩენენ, თავშეკავებით, რომელსაც აქ გამოიჩენენ, მუდმივი გაცემით ცხოვრებისა, ენერგიისა, ძალისა, საქმის კეთებისა, განსაკუთრებით ინერტულ ადამიანებს მიმართავ, განსაკუთრებით ის, რასაც მეგობრებო სამეფოსთვის გააკეთებთ, საუნჯეთ იქნება, ეს დაიმახსოვრეთ. იესომ რა თქვა, ნახეთ, ელემენტარული რაღაცები გითხრა, ჭიქაწყლის მიმწოდებელიც კი საზღაურის გარეშე არ დარჩებაო. თუ მართალ ადამიანსო ჭიქაწყალს მიაწვის ვიღაცა, წინასწარ მეტყველსო, ვინც ნახეთ, ვინც უმასპინძლა, მეგობრებო, ისტორიაში ნახეთ და ღვთისკაცებს ნახეთ, როცა სტუმართ მოყვარეობაზე ვლაპარაკობთ, ნახეთ ბიბლია რას გვეუბნება, ზოგიერთი თქვენთაგანსო ანგელოზებისთვის უმასპინძლია ისე რომ არ იცოდაო, ძველი აღთქმის ისტორიებია. ანგელოზები მიდიოდნენ ადამიანების სახით. და ამ ხალხმა მათ შესახებ არაფერი არ იცოდა, ეგონათ რომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მაგრამ რამდენადაც ისინი აპრაქტიკებდნენ სტუმართ მოყვარეობას, საუნჯე გახდა მათთვის, მეგობრებო, მარადიულობაში. იფიქრეთ ამაზე, გთხოვთ. ეს გვაწუხებს ჩვენ, თქვენ რა გონიათ ადამიანებს ვერ ვიპოვით რაღაც საქმეების გასაკეთებლად? თქვენ რა გონიათ, მეგობრებო, რითი შეიძლება ვიყოს შეწუხებული იმით, რომ უიმედე და არავინ გულწრფელად თუ გაინტერესებთ, მეგობრებო, როცა სახლში რაღაცას ვაკეთებთ, როცა სახლში რაღაცას აკეთებ და შვილები არ გეხმარებიან, რა უფრო გაწუხებთ? მოდი დაფიქრდით. რომ მათ თანაგზნობა არ აქვს ჩვენს მიმართ. თუ ის რომ ბევრი საქმის კეთება გიწევს. ალბათ მეორე უფრო სახიფათოა. საქმეს კიდევ თავს გაართმევ, მაგრამ როცა ხედავ რომ არ ესმის, როცა ხედავ რომ გულგრილია, როცა ხედავ რომ შეუძლია ასე გიყუროს, ასე უყუროს ვიღაცას და ემპათია არ კონდეს რომ დაეხმაროს მშობელს, ის არც ხვას არ დაეხმარება. ის არსად არ გამოიჩენს, არიქა ეს ეხლა და რამე გააკეთოს, ეს უნდა განერვიულებდეთ, ეს უნდა გაწუხებდეთ, მეგობრებო, ისევე როგორც ჩვენ მსახურებს, წემსებს, ეს გვაწუხებს და არა ის ეხლა ვითვალოთ აქ, ვირა ფოთოლი აკრიფა და სადღაცა ჩააგდომ, შენებლობაში ვინ რა გააკეთა. ჩვენ ეს გვტკივა და ეს უნდა გვტკიოდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვს ეს ემპათია, ისინი საზღაურის გარეშე ტოვებენ საკუთარ თავებს.
კმაყოფილება ნიშნავს მადლიერებას, ხოლო უკმაყოფილება ნიშნავს თავს გრძნობდე უბედურად, რადგან რაღაც ცხოვრებაში ისი არ არის, როგორც გინდოდა. არ არის აუცილებელი ყველა ჩემს სიტყვას ეხლა ვეტაში დაუკრა, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტებები, მეგობრებო, რომელთანაც თვალის გასწორება მოგიწევს. კმაყოფილება მადლიერებაში გადაიზრდება. ანუ კმაყოფილი ადამიანი მადლიერი ადამიანია, ხოლო უკმაყოფილო ადამიანი არის, მეგობრებო, ადამიანი, რომელიც თავს არ გრძნობს ბოლომდის ბედნიერად, იმიტომ რომ რაღაცა თუნდაც ერთი სფერო, რაღაცა მის ცხოვრებაში არ არის ისე, როგორც მას უნდოდა, ისე როგორც მას სურდა, ისე როგორც ის გეგმავდა და მოელოდა. ფილიპელთა მეოთხე თავი 11-13 მუხლები ვისწავლე იმით დაკმაყოფილება რაც მაქვს ყოველივე ძალმის ჩემი გამაძლიერებლის ქრისტეს მეშვეობით პავლემ გვითხრა ვისწავლე იმით დაკმაყოფილება რაც მაქვს კმაყოფილება უნდა ვისწავლოთ კმაყოფილებას ნუველოდები მაშინ ღმერთო ამისრულე ყველა სურვილი და გავხდები კმაყოფილი მეგობრებო უნდა ისწავლო მანამ კმაყოფილება სანამ შენი ყველა სურვილი შესრულდება თუ არ შესრულდება იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ ღმერთის განზრახვები კეთილია და ის თავის აღთქმებს ასრულებს შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში იყოს უდაბნოს პერიოდები შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში იყოს მომენტები როცა ყველაფერი ისი არ მინდის როგორ ჩვენ გვინდა ამიტომ თუ მე ვარ დამოკიდებული რომ ჩემი ბედნიერება და ჩემი კმაყოფილება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული რომ ყველაფერი რომ მაქვს მაშინ ვარ ბედნიერი ან ისე მაქვს როგორც მე მინდა ვერასოდეს თავს ვერ დააღწევ უკმაყოფილებას ასეთ სიტუაციაში იმიტომ რომ აღთქმის მოცემიდან აღთქმის შესრულებამდე ყოველთვის არის რაღაც მანძილი. ყოველთვის არის რაღაც უდაბნოს გავლა ძვირფასები. იოსებმა 17 წელი იარა, დავითი 16 თუ 18 წელი გადიოდა ამ ცეცხლში. ახალი აღთქმის ავტორები, მოციქულები, წმინდა მოციქულები გვასწავლიან აი ამ გზის, ეკლიანი გზის შესახებ, წვრთნის შესახებ თვითონ უფალი იესო ქრისტე გვასწავლიდა ამას. ხოლო ებრაელთა წერილის ავტორი საერთოდ ამბობდა თუ წვრთნის გარეშე დარჩებიო უკანონო შვილი ხარო. ებრაელთა წერილის ავტორი ასე გვიყალიბებს რომ ვისაც ღმერთი წვრთნის ეს იმას ნიშნავს რომ ის ხალხი უყვარს. ისწავლე იმით დაკმაყოფილება რაც გაქვს. ისწავლე კმაყოფილება შენი ოჯახით. ისწავლე კმაყოფილება შენი მეუღლით. ისწავლე. მოიცა ახლა აი როგორ საგონებელში მაგდებს ეს ყველაფერი ასეთი არის უთაურია. თავის მოტყუებას არ ვქადაგებთ მეგობრებო. შენ თავზე უნდა იშრომო. დაინახო მომენტები რა შეიძლება ჩაეჭიდო. თქვა ღმერთო ამ სიკეთისთვის მადლობას გიხდი ხოლო ამაში გენდობი. ბრძოლა ვისწავლოთ საკუთარი ბედნიერებისთვის. ბრძოლა ვისწავლოთ გარღვევებისთვის, მეგობრებო. როცა ადამიანებს ვეუბნებით ხოლმე, მოდით, მიიღეთ დარიგება, კონსულტაცია, რიგი გვიდგას, ხალხს ვეღარ ვიშოვებთ. არავინაც არ მოდის. და თქვენ გონიათ, მეგობრებო, წმინდა დაკავებულობა მახარებს? ადამიანურად მოგებული ვარ, იმიტომ რომ მეტი დრო მაქვს. კმაყოფილება ქმნის პოზიტიურ გარემოს ეკლესიაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში. აქ უნდა გავჩერდეთ 2 წუთი. ჩვენ გვაქვს განაცხადში, ხედვის განაცხადში, რომ ჩვენ ქმნით პოზიტიურ გარემოს ეკლესიაში. იმიტომ რომ თუ ჩვენი შრომა არის ადამიანებზე გავლენის მოხდენა და ადამიანების მიზიდვა, მაშინ ადამიანებს ისი არაფერი არ იზიდავთ, როგორც პოზიტიური გარემო, არა ტოქსიკური გარემო. არავის არ იზიდავს ტოქსიკური გარემო. ნორმალურ ადამიანებს ტოქსიკური გარემო არ იზიდავს. კმაყოფილი ადამიანები ქმნიან პოზიტიურ გარემოს. როცა ადამიანები კმაყოფილებას სწავლობენ, როცა ადამიანები მადლიერებას სწავლობენ, ეს გარემო ხდება პოზიტიური. აქ უკვე ხელოვნური ჩარევაც არ არის საჭირო. ადამიანები პოზიტიურად ლაპარაკობენ, ადამიანები ტოქსიკურად აღარ ლაპარაკობენ. იმიტომ რომ კმაყოფილები არიან. აი წარმოიდგინეთ წყვილი, რომლებმაც ისწავლეს კმაყოფილება, მათ არ ჭირდებათ სერიალიდან გადმოიღონ ტერმინები, საყვარელო, ძვირფასო, მათ თუ ისწავლეს ერთმანეთით კმაყოფილება, ისინი უკვე პოზიტიურად მიმართავენ ერთმანეთს, ძვირფასები. საუბრობ გასაგებად?
ჩვენი ეკლესიისთვის და არა მხოლოდ ეს თითოეული ეკლესიისთვის სასიცოცხლო არის, პოზიტიური გარემო შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოწოდებული და განწესებული გავლენის მოსახდენად. ხო და ამისთვის ვილოცოთ, მოდი. სახარება იყოს გახსნილი. სახარება იყოს მიტანილი. წმინდა წერილი იყოს ავტორიტეტი ამაღლებული წმინდა წერილი სამერში. გესმით? იმიტომ რომ ის კონფრონტაცია საზოგადოებაშიც გადადის ძვირფასები. დააკვირდით საზოგადოება, შეხედეთ, რატომ არის საზოგადოება გახლეჩილი? სწორედ ამის გამო. ყველას თავი მართალი გონია, ყველას თავის შეხედულება უკეთესი გონია, ეს გადაძახილი, გადმოძახილი, იმდენად ვართ გაჯერებული შეურაცხყოფით, კანონი მიიღეს ახლა სპეციალური სოციალურ ქსელში თუ კომენტარს დაწერ, იმის გამო შეიძლება დაგაჯარიმო. ამ ქვეყნიური ხალხი ხდება, რომ ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა, ეხლა ვიღაცა იტყვის, ჩვენ ხომ არ ვიგინებით, მეგობრებო, მაგრამ როცა სიმწვავე ისე გვაქვს, რომ ვეღარ ვაკონტროლებთ ადამიანურ რელიგიურ გზნობებს ვეხებით, ეს არ არის კარგი. ჩვენ პოზიტიურ განევოს უნდა ვქნიდეთ ეკლესიაში. უკმაყოფილებას შეუძლებელია არ მოყვეს უთანხმოება და კონფლიქტი. ეს არის პასუხი. საიდან ჩდება უკმაყოფილება? საიდან ჩდება კონფლიქტები? იმიტომ რომ ჯერ ჩდება უკმაყოფილება. თუ უკმაყოფილებას მოაქვს პოზიტიური გარემო, უკმაყოფილებას ეკლესიაში, უკმაყოფილებას ოჯახში მოაქვს კონფლიქტი და უთანხმოება. იგავების 18-19 განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხეს სიმაგრის ურდულებს გავს. ნახეთ რას ამბობს იგივე სოლომონი. განაწყენებული ადამიანი გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია. არა, მაგას ეშლება. და უთანხმოებანი ციხეს სიმაგრის ურდულებს გავს. აი რატომ ვართ მეგობრებო შემართულნი რომ გადავჭრათ კონფლიქტები? რატომ უბიძგებთ ადამიანებს ამისკენ ძალიან ძლიერად, რომ დროზე გადაჭრან კონფლიქტები? აი რატომ მიწევს თუნდაც სულიერი საბჭოს წევრებს აქტიურად მოუწოდო ყოველთვის რომ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, რაც გაგაჩნიათ ეკლესიაში, რასაც მინდა რომ აკეთებდეთ, ეს არის მორწმუნეთა შორის გაუგებრობების გადაჭრა. დააკვირდით, ყურადღებით იყავით, სადაც კი შენიშნავთ კონფლიქტის რაღაცა წარმონაქმნს, პატარა ფესვიდან აღმოცენებულს, დაეხმარეთ მის გადაჭრაში. არ მიუშვათ ეს კიბო თვითდინებაზე. ებრაელთა 13:5 ვერცხლის მოყვარენი ნუ იქნებით, დასჯერდით იმას რაც გააქვთ, რადგან თქვა არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. მეგობრებო, აქ სიტყვა დასჯერდით ბევრ თარგმანებში წერია კმაყოფილი იყავით იმით, ესე იგი რაც გააქვთ, რადგან უფალმა თქვაო არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. აი ეს არის ერთგვარი შემჩერებელი ჩემი სურვილებისა, გამაკონტროლებელი ჩემი გაუკონტროლებელი სურვილებისა, რომ ღმერთი მეუნევა არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. დასჯერდი იმას რაც გააქვს. არა, დღეს მინდა ყველაფერი გახსოვთ, ერთ-ერთ თემაში ვამობდი, ეხლავე მინდა, დღეს მინდა, ჩემი საქმე არ ითმენს. ღმერთი გეუნევა, არ მიგატოვებ. არ დაგაგდებ. დაჯერდი ეხლა რაც გააქვს. არა, ეხლავე მინდა, ეხლავე მჭირდება. უკმაყოფილებასა და ფულის სიყვარულს შორის ზღვარი არის ძალიან მცირე. ერთი ძმა ამბობდა, კარგ რაღაცას გასწავლით, ერთი ძმა ამბობდა ასეთ სიტყვებს. მომაქციეთ ყურადღება, გთხოვთ. ერთი ძმა ასეთ სიტყვებს ამბობდა, ჩემ ცოლსო იმდენად არ უყვარს ფულიო, როგორც კი ვაძლევ, ეგრევე არ იჩერებსო. ალბათ შეიძლება ბევრი აქ უპირატესო რა ფული მიყვარს, როგორც კი ჩამივარდება ხელში, ეგრევე ვიშორებ. ისე მეზიზღება ფული. ასე მარტივად ამ საკითხებს ნუ მიუდგებით. მეორე პეტრეს 1:3 ისე როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრების და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა. ნახეთ რას ამბობს ღმერთის სიტყვა. შეხედეთ, მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე,
რაც ცხოვრების და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება. სულიწმინდა მასე კი არ თქვა, ღვთისმოსაობისთვის რაც გჭირდებათ, კაცო, სულ არ გჭირდება ნივთები, შიშლები დადიოდნენ ჩვენი წინაპრები. არა, ნახეთ. სულიწმინდამ თქვა, რაც ცხოვრებისთვის გჭირდება, ისიც მოგვანიჭა და რაც ღვთისმოსაობისთვის გჭირდება, ისიც მოგვანიჭა. მერე და სად არის ვიღაცამ კითხავს ახლა? ბევრს მეგობრებო. აქვს, მაგრამ არ იყენებს. ბევრს ხვირწინა აქვს, მაგრამ ხელს არ კიდებს. ვიმეორე, ბევრს აქვს აღთქმული ეს, მიცემული ყველას, მაგრამ არ იყენებს ამ პრივილეგიას. ბიბლია ამბობს, რომ მოგვანიჭა, მან მოგცა ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება. სოლომონის ისტორია არის უნიკალური ძვირფასებო. მას ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იფიქროს ან იოცნებოს, მაგრამ მაინც დაიწყო არასწორი გზებით კმაყოფილების ზებნა. პარადოქსია, მე ვერ ხსნი ამას, თუ სიმართლე გაინტერესებს. დახარბებულ ადამიანს შეიძლება დაემართოს ასე. იგივე სოლომონის კალამს ეკუთვნის, რომ უბედურება არის ერთ-ერთი უბედურება სამყაროშიო, როცაო გლახაკი უცებ გამდიდრდებაო. და რაღაც პოზიციაზე აღმოჩნდებაო, იმიტომ რომ ნახეთ უცებ სადღაცა რო იგზნობს თავს, დახამდება რაღაცებს, დახამდება ძალაუფლებას, დახამდება ფულს, მაგრამ ეს კაცი ჯერ პრინცი იყო, წარმოიდგინეთ. უფლისწული იყო. არასოდეს მის ცხოვრებაში ნაკლოვანება არ ყოფილა, ხოლო როცა მეფე გახდა, მეგობრებო, წარმოუდგენელი პოზიცია და წარმოუდგენელი მდგომარეობა ჰქონდა. არის ასეთი ფრაზები, მე ეს მჭირდება, მე ამას ვიმსახურებ, ასეთი ფიქრით გაჯერებული ვიწყებთ არასწორი გზებით კმაყოფილების ზებნას. მჭირდება, ვიმსახურებ, მჭირდება, ვიმსახურებ. და ბოლოს 4 დიდი გაკვეთილი სოლომონის ცხოვრებიდან თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ. პირველი. ამაუება იმედის დადება ჯამრთელობაზე და ხანგრძლივ სიცოცხლეზე. მოიცა კაცო, შენ რაღაც ფულზე ლაპარაკობ და ჯამრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე რა შუაშია. გეტყვით ახლა რა შუაშია. მოდი ჯერ წავიკითხოთ კონტექსტიდან მხოლოდ 2 მუხლი, მეგობრებო, მუხლებს რომელსაც დავასახელებთ, ჩემი თხოვნა იქნება, როცა სახში მიბრძანდებით, კონტექსტში წაიკითხოთ, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ეკლესიასთან პირველი თავი მე-4-ს და მე-11-ს ვკითხულობ მე, ხოლო თქვენ შეგიძლიათ სახში მთლიანად წაიკითხოთ. თაობა მიდის, თაობა მოდის. დედამიწა კი რჩება საუკუნოდ. თაობა მიდის, თაობა მოდის. ერთ დღეს აღარ ვიქნებით, მეგობრებო. ნახეთ რა კეთილი უწყება მაქვს თქვენთვის. ერთ დღეს არ ვიქნებით. იმიტომ რომ სოლომონმა თქვა, თაობა მიდის, თაობა მოდის. დედამიწა რჩება საუკუნოდ. ერთ თაობას მეორე ცვლის, ჩვენ ვიღაცეები შევცვალეთ, ჩვენ შევცვლიან, კეთილ უწყებას გელაპარაკებით. ჩვენ შევცვლიან და მეგობრებო, რა თქმა უნდა, ეხა სიცოცხლე ტკბილია, ასე ამბობენ, გამოთქმა არის გვინდა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. მიწიურ ცხოვრებას აქვს დასასრული. ეს არის ჭეშმარიტება. ეს ის კი არ არის, რაც პანიკაში უნდა გვაგდებდეს წესით. ეს არ არის, მეგობრებო, ის რაც პანიკაში უნდა გვაგდებდეს. განასადმე შინაგანში ბრძოლა არ გვექნება, არ მქონია? კი? ეშმაკი გვესვრის ეჭვებს, ეშმაკი შიშის ბომბებს გამოუშვებს. ნეტა რა იქნება, ნეტა როგორ იქნება, იმიტომ რომ ირგვლივ მეგობრებო ამ საკითხში სრული ქაოსია, სრული ურწმუნოება არის, ადამიანების დიდი ნაწილი იძახის, ჩემ და ტერმაჭამა ისე, ან ისინი რომ მოვლიან, ისე მოვიდა ჩვენი მტერი, ისინი იძახიან და ჩვენ გვმართებს მეგობრებო, დიახ, წმენით გავუმკლავდეთ ამას, ვიცხოვროთ იმედით, ვიცხოვროთ დაუნჯების პრინციპით, არავის ახსოვს ძველ დროს მცხოვრებნი, ისინიც აღარ ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა და არც მათ შემდეგ მოსულები გაიხსენებენ მათ. ეს არის ცხოვრების ციკლი.
შეიძლება ისტორიაში ვიღაც სახელდაგვარებს ვკითხულობთ, მაგრამ ისინი ვინც ისტორიის სახელმძღვანელოში არ ჩაწერილან არ უცხოვრიათ? უცხოვრიათ. ან რა სიკეთე აქვს ახლა დავით აღმაშენებელს თუ ვიძახით საღამ არა, დავით აღმაშენებელი აღარ არის. ჯანმრთელობა არის კარგი. მაგრამ ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. იმ გაგებით იცხოვრე, რომ ცხოვრება არის ხანმოკლე. მომისმინეთ ახლა ყურადღებით, მომისმინეთ. ჩვენ გარდავიცვლებით. იესო ქრისტე დაბრუნდება და როგორც ბიბლია ამბობს, აღადგენს ყველა უფალში გარდაცვლილს. მეუბნებით ამენს? ჩვენ გარდავიცვლებით, მაგრამ ერთ დღეს იესო ქრისტე დაბრუნდება და მისი აღთქმა არის ასეთი, რომ მისი მოსვლისას ყველაზე უწინ უფალში გარდაცვლილები აღდგებიან. მიიღებენ დიდების სხეულებს როგორც ქრისტეს და იმეფებენ მასთან ერთად უკუნისამდე. ეს არის ჩვენი იმედი. მორწმუნეს რომ მკითხავ. არა, სიკვდილი არ მინდა. თუ ასე კითხავ ეხლა რომ იესო რომ მოვიდეს, არა არ მაწყობს. სიკვდილი არ მინდა და იესო ქრისტე რომ მოვიდეს, ეხლა არ მაწყობს, იმიტომ რომ არ ვარ თლაც სახარბიელო მდგომარეობაში. აბა რა გინდა? თქვი? არც იესო მოვიდეს, არც ის გინდა შენ შეხვდე რომ გარდაიცვალო. მეგობრებო, როცა გარდავიცვლებით, თუ უფალში გარდავიცვლებით, ღმერთის სიტყვის თანახმად, ჩვენ უფალი 60-ში მოგვათავსებს. იმ სულების მოსასვენებელში, რომელსაც კიდევ წინ უდიდესი ელოდება მკვდრეთით აღდგომით მიღებული პოზიცია, მაგრამ სანამ უკვდავს სხეულს მივიღებდეთ, უფალი გვეუბნება, რომ ჩვენი სულები მისთან დასწრებაში მოისვენებს. ეს იმაზე აღმატებულია, ვიდრე აქ ვართ, როგორც წერილი ამბობს, იმაზე აღმატებულია, ხოლო ის საერთოდ რაც გველოდება, უფლის გამოშენისას, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და ღვთის მეფობაში შებიჯება, ეს ხომ საერთოდ ბიბლია უწოდებს ენით უთქმელს, ყურით გაუგონარს, ადამიანის გონებაში წარმოუდგენელს. ამ იმედით უნდა ვიცხოვროთ. ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ ერთ დღეს მოვკვდებით. და ერთ კარგ რაღაცას გასწავლით ბოლო ფრაზაში. ჩვენ დაგვიმახსოვრებენ იმის გამო, რაც სამეფოსთვის გავაკეთეთ. დამიჯერეთ მეგობრებო. როცა ზეცაში მიხვალთ, ნახე მოვიდა, ნახე რა მხარბეჭი, რა აღნაგობა, რა თვალები. ამან ხაჭაპურები იცოდა, მეზობლებს აგიჟებდა. ერთადერთი რაც გახსენებული იქნება ხალხო, სამეფოსთვის რა გააკეთე, მხოლოდ ამას გაიხსენებენ. ზეცაში ასე მუშაობს, ქვეყნიერებაზე აუ ამნაირი კაცი სად იყო იტყვიან. მერე სამჭიქას დალევენ, ვიღას აღზევს ეს როგორც აქ წერია. არავის აღარ გაიხსენებენ. ორი კვირის მერე იცინებენ. მაგრამ ღვთის სამეფოში მეგობრებო, გაიხსენებენ იმას, სამეფოსთვის რა გაქვს გაკეთებული. ემას ნიშნავს დაუნჯება, რასაც ხშირად გელაპარაკებით. იქ დაიუნჯეთ. იქ დაწერეთ. მეორე, გაკვეთილი. და ეს პირველი მეგობრებო კონტექსტიდან ამოგლეჯილი რო არ იყოს, ვერ გავიგე რატომ თქვა ხანგრძლივი სიცოცხლე, იმიტომ რომ სოლომონი როცა იმ მონაკვეთს წაიკითხავთ, ასე მოქმედებდა. აუ ისეთ რაღაცებს აკეთებდა, თითქოს არავის არ მოგდებოდა. და მე ხვდება ფუჭი ამაუა ყველაფერი. ადამიანებს რომ დააკვირდებით, მარტო უღმერთოებს კი არა, მორწმუნეებს გჭირს ეს. თითქოს სულ ასეთები ვიქნებით. თითქოს სულ ახალგაზრდები ვიქნებით. თითქოს რაღაცები მოსასწრები არ გქონდეს. თითქოს სულ ჩვენი გრაფიკით იქნება ყველაფერი. იმ დიდარ კაცს უფალმა უთხრა ამაღამ სულს მოგთხოვენ, ეს კაცი ამდა ახლა ასე ვიზავ, მერე ისე ვიზავ. მეგობრებო, შეზღუდული დრო გვაქვს. დაუთმეთ ეს ურთიერთობებს. დაუთმეთ მაღალ იდეალებს. დაუთმეთ მეუღლეებს, დაუთმეთ შვილებს, დაუთმეთ ეკლესიას, დაუთმეთ საღურებას. იმიტომ რომ შემდეგ გაკვეთილებში ამას გეტყვით. როცა უკმაყოფილო ხარ, მეტ საზრუნავს იჩენ ცხოვრებაში.
მეტი საზრუნავი დარღვეულ ბალანსს ნიშნავს. რაც მეტი გაქვს საზრუნავი, რაც მეტი გაქვს საკეთებელი, იმიტომ რომ შენ მიზნები ჩამოიყალიბე. ბალანსი დაკარგე. დრო აღარ რჩება სულიერისთვის, დრო აღარ რჩება მსახურებისთვის, დრო აღარ რჩება ოჯახისთვის. ეს პრობლემა ასე დგას რამდენი ხანია. ჯერ არა, ჯერ კიდევ გავიდა ცხოვრება. მეორე, სიამოვნებების და ოცნებების დევნა. მომისმინეთ ყურადღებით, მეგობრებო, ეს 10 წუთი. სიამოვნების და ოცნებების დევნა. ეკლესიასთან მეორე თავი 10:11 მუხლები. ნახეთ რას ამბობს სოლომონი. უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს. რაც არ უნდა მოესურვათ. არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა. შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედეს და შრომას, რომელიც გავწიე და აჰა, ყოველივე ამაუება და ქარის დევნა იყო და არ არის სარგებელი მზის ქვეშეთში. კაცი ამბობს, არაფერზე უარს არ ვეუბნებოდი ჩემ თავს. ყველა სიამოვნებას მიუყევი. იმიტომ რომ ჯიბეც საშუალებას აძლევდა, პოზიციაც საშუალებას აძლევდა. იგავნი 21:17 ესეც სოლომონს ეკუთვნის. სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება. ღვინის და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება. ნახეთ მეგობრებო, სიამოვნე დილას ყავა რომ დავლია, იცით როგორ ვისიამოვნე? ავდექი ჩემს აივანზე, დავჯდექი, კარგი სიგრილე იყო, კარგი ყავა მოვიდუღე და ვისიამოვნე. როგორ ფიქრობთ ახლა ამის წინააღმდეგია ღმერთი? სხვათა შორის ეკლესიებში იმ წლებში შემოაღწია სწავლებამ ყველანაირი სიამოვნებისგან განთავისუფლებაზე. სხვათა შორის რელიგიები, აღმოსავლური რელიგიები სწორედ ამას ასწავლიან, რომ შენი თავი უნდა გაანთავისუფლო ყოველგვარი სურვილებისგან, რომ არანაირი სიამოვნების განცდაზე სურვილი არ ქონდეს. ის როგორიც არის ბუდიზმი და ასეთი რელიგიები. მე მეცაც გეტყვით მეგობრებო, ახლა წავიკითხავთ აგერ 36:4 ფსალმუნი. ის სიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გოლის საწადელს. ღმერთი ჩვენი სიამოვნების წინააღმდეგი კი არ არის, მაგრამ მეგობრებო, ღმერთი არის წინააღმდეგი, როცა ჩვენ გამოდევნებულნი ვართ მუდმივად სიამოვნებას, არ ვიცი, დროსტარებას, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ზედმეტად არ ვიყოთ გატაცებული სიამოვნების დევნით. ქვეც უნდა შეეკითხოთ საკუთარ თავებს, გახსოვთ წინამსახურებაზე კითხვები მოგეცით საკუთარი თავის გამორკვევისთვის. რისთვის ვაკეთებ ამას, რისთვის ველტვი ამას? ჩვენ შეგვიძლია უფალში მივიღოთ სიამოვნება. ხოლო ეს კაცი ამბობდა, რომ არაფერზე ჩემ თავს უარს არ ვეუბნებოდი. არაფერზე ჩემ თვალებს უარზე არ რასაც ჩემი თვალი მოისურვებდა, რასაც დაინახავდა, ამიტომ ყავდა ესე იგი 700 სიცოცხლე და 300 ხარჭა, სადაც ლამაზასულს დაინახავდა, ყველა მისი იყო. სხვათა შორის ერთხელ დავითს უთხრა წინასწარმეტყველმა, მოგიწვინეო ისრაელის ყველაზე საუკეთესო ასულებიო, ცოლებად მოგეციო და შენ კი მაინც ხვის ცოლს დაუწყევ უყურება. ღვთები ძვირფასებო, რა არის მომენტი, როცა მისდევს ადამიანის სიამოვნებას და ვერ პოულობს და ვერ ეწევა მაინც ამ სიამოვნებას. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დამოკიდებულებები. მე მეცაც გეტყვით მეგობრებო, ეს შეიძლება იყოს ის აღვირახსნილი სოციალური ქსელები. რელიგიურს არ ვეძახი საკუთარ თავს. თუ ვიღაცა კონსერვატორს დამიძახებს, არ მეწყინება, პირიქით გამეხარდება. ეს ცხოვრების მოცემულობა არის, ეს შესაძლებლობები არის. მაგრამ ქრისტიანებო, ჭკუა უნდა გვეყოს. ჭკუა უნდა გვეყოს. ხვალ შეიძლება კიდევ მეტი ტექნოლოგია გაჩნდეს ჩვენს გარშემო. მე ვხუმრობ ხოლმე, ხვალ შეიძლება შესაძლებელი იყოს ჩემი ეგრეთ წოდებული 3D გამოსახულება დავტოვო აქ, რომელიც ილაპარაკებს და მე სხვაგან ვიყო. შეიძლება ესეც შესაძლებელი იყოს. არის უამრავი პლატფორმები. უბრალოდ გადახედეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, სულ დროის ფაქტორი გვაქვს, სულ რაღაცა გვაქვს. რისთვის გვინდა ეს საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ხოლმე.
შეიძლება ცუდად გახდეს ვიღაცა იმ დღეს რომ რაღაცა სურათი სადღაც არ დადოს. ვიღაცა შენ ბებერი ხარ ახლა შენ აღარ გაინტერესებს. ყველას აინტერესებს. ყველას უნდა რაღაც აი სტანდარტული ტექსტები ახლა მეცინება აი ხო გახსოვთ ჩემი იუმორი ამაზე როცა მისვალოცები რო იყო რაც მე ვერ დაგლოცო ბულების ზარით იყავი და ლოცვილი ხშირად სურათი გადაიღებენ ხოლმე ერთი კარგი დღე ძვირფას ადამიანებთან სტანდარტული ტექსტები არის ხო იცი ყველას უნდა რაღაცა წავიდა სადღაცა ვიღაცასთან ნათესავთან მეგობართან და გადაიღეს სურათი და მაგრამ ხალხნო მოდი ხანდახან დავფიქრდეთ იცით როცა ის გადაცემები ეს ეგრეთ წოდებული ყვითელი გადაცემები დაიწყეს იმას ამ ბეგაშვილს იმას რამდენი ის აქვს რა ქვია პენუარი თუ რამდენი ღამე როგორი საცვალე აი ადამიანები ბრაზდებოდნენ ხო ვის აინტერესებს ახლა ამის გარდაირებში რა კიდია აჯობეთ ამას სადღაცა გიცნობდნენ ხალხი და ჩვენი სოციალური ქსელითაც კი გვიცნობდნენ ადამიანები გვიცნობდნენ მორალზე გვიცნობდნენ ზნეობაზე გვიცნობდნენ სიმართლეზე გვიცნობდნენ ასე რა პრობლემაა რა გვინდა ეს ორსახიანი იანუსობა ეკლესიის გვერდის გაზიარების გვერიდება ხანდახან აი ნახეთ ახლა ბოლო იმას 16 გაზიარება აქვს სულ და მე რო ნახავ ზოგიერთ სურათს 5000 და 10000 გაზიარება აქვს მეგობრებო ძველმოდური ვარ როგორც გინათ ისე ჩათვალეთ ეკლესიის გვერდს აქვს 17 გაზიარება ერთი კვირის განმავლობაში ბევრი ტიპის სიამოვნება არსებობს. ისწავლეთ როგორც აქ წავიკითხეთ, უფლის მიერ მიიღო სიამოვნება და ის აასრულებს შენი ყველა გულის წადის. ნუ გამოვედევნებით ყველაფერს. ნუ გამოვედევნებით ყველაფერს, რასაც ხვები გააკეთებენ. ხალხო, შედარებითია ეს ყველაფერი. ქვეცნობიერში იმიტომ გვინდა ხვები აკეთებენ. ის თუ აკეთებს მე რატო არ უნდა გავაკეთო? ტრენდულია ახლა იმას თუ აქვს TikTok-ი, მეც ხო უნდა მქონდეს, იმას თუ აქვს Instagram-ი, მეც ხო უნდა მქონდეს. ჩვენ არაფერს არ გვეშინია, ვიტყოდით პრობლემა რო გქონდეს, არა საერთოდ გააუქმეთ ყველაფერი. მესამე ეს არის მიღწევების და შესაძლებლობების გადაჭარბებული დევნა. ეკლესიასთან მეორე თავი 4, 6, 9, 11 მუხლები განვავრცე ჩემი საქმეები, სახლები ავიშენე, ვენახები გავაშენე, მოვაწყვე ჩემთვის ბაღები, წალკოტები, დავრგე იქ ყოველგვარი ხეხილი, წყალსატევები ავაშენე, ხეები, ასაყვავებლად და ბაღის მოსარწყავად. ეს ერთ-ერთი თანამედროვე კაცის წერილი ხო არ არის, ხალხო, სახელდაგვარს არ ვიტყვია. გამდიდი და გადავაჭარბე ყველას, ვინ ჩემზე წინ იყო, იერუსალიმში და სიბრძნე ჩემი გვერდში მედგა. და აჰა, ყოველივე ამაოება და ქარისდევნა იყო და არ არის სარგებელი მზის ქვეჭეთში. თქვა. იცით ეს მიღწევები, შესაძლებლობები, ზედმეტი საზრუნავი ნიშნავს ზედმეტ შრომას. ამას კი მოყვება ბალანსის დარღვევა ოჯახში და მსახურებაში. არასოდეს ჩვენ ეკლესიაში არ ვქადაგებთ რომ ადამიანს მოტივი არ ქონდეს. არასოდეს არ ვლაპარაკობთ იმას რომ შრომა შეიძულოს. მაგრამ როცა ასეთ მიღწევებს არიან ხოლმე ადამიანები გამოკიდებული ამას ერთ-ერთი ფორმა ასეთია რაღაც ესეთი მარტივი გზებით სიარული რაღაცა ოცნებები დიდ მდგომარეობაზე დიდ პოზიციებზე ან რაღაცა დიდ ბიზნესზე ან რაღაცა ძვირადღირებულ მანქანაზე და ასე შემდეგ შრომაზე გამავალი კი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი თითქოს იოლი გზით უნდა მოხდეს მისდევს რაღაც მიღწევას აღიარება მოყვება ამ ყველაფერს გავლენა მოყვება ამ ყველაფერს მაგრამ ბალანსი ირღვევა ოჯახში მსახურებაში თუ მარცხს განვიცდი ოჯახში როგორ ვიქნები წარმატებული მსახურებაში მეგობრებო თუ ოჯახში მარცხი გვექნება მსახურებაშიც ვერ ვიქნები წარმატებული და თუ ოჯახშიც მარცხი მაქვს და მსახურებაშიც მაშინ რა აზრი აქვს ჩემს მიღწევებს დასვით ასე კითხვა ახალგაზრდებო ყველას გეუბნებით წარმატება უნდა გქონდეს ოჯახში რომელიც ღმერთმა მოგცა წარმატება უნდა გქონდეს მსახურებაში რომელსაც უფალმაგან გაწესა ამ სფეროების დანგრევის ხარჯზე არ აქვს მნიშვნელობა რა წარმატებას მიაღწევს სხვა რამეში ეს ბალანსი შეინარჩუნეთ ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს შეგიძლია იყოს წარმატებული ოჯახშიც და შეგიძლია იყოს წარმატებული კარიერაშიც მათ შორის მაგრამ ბალანსი დაიცავი ყოველთვის ბალანსი დაიცავი შენ შეგიძლია ეს როგორც საჭი ესე აკონტროლო თუ დაინახავ რომ ბალანსი იკარგება რომ აღარ გრჩება დრო იმისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის რითიც სინამდვილეში იქ იუნჯებ
სამეფოსთვის, რომელიც ნომერ პირველი უნდა იყოს იესოს სიტყვის თანახმად, მაშინ შეჩერდი, მაშინ დაამყარე ისევ ეს წონასწორობა და ბალანსი. გასაგებად გელაპარაკებით? და ვერ ჩაითვლება წარმატებად მეგობრებო ის, თუ ბალანსი დარღვეულია. შეიძლება ადამიანებს გული ყრილო მშობლებს გვემართება ხოლმე, დედა ღმერთმა აკურთხოს ჩემი შვილი, ისე იქ რაღაცა იქ იყიდა, ის გააკეთა. კითხვა დავსვათ, სად არის მერე? მე ვინმეს გულს კი არ უკლავ ეხლა ამით. კი ნიშნის მოგება კი არ მინდა. ნიკას ქონდა იმ რგოლში რომ ბავშვების აღზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შვილებს ეს უნდა ვასწავლოთ, როგორ მიაღწიონ წარმატებას, შვილებს ეს უნდა ვასწავლოთ, მეგობრებო, როგორ უნდა იყვნენ ღვთისმოსავი კაცები და ქალები, როგორ უნდა იყვნენ სამეფოს მშენებლები. მეოთხე და ბოლო. ქონება და პოპულარულობა. არ იჩქაროთ, რა ქონება, მეგობრებო, ადამიანის ბუნება ასეთია, ოდნავის შენაძენით. მასშტაბები განსხვავებულია, რაღაცნაირად ვთილობთ ვიღაცების ყურადღება მივიქციოთ. აი პატარა მოზარდებსაც უცებ ეწყებათ ეს, აი გადით ხოლმე ახლა და საღამოს რო გამოდიან, რაღაცას რო იცმევენ, ყურადღებას იქცევენ ისინი, ცდილობენ. ქვეცნობიერი ეს არის. ნახეთ რას ამბობს ეკლესიასტე 2:7-9 შევიძინე მრავალი მონა და მხევალი შინ დაბადებული მონა მრავლად იყო ჩემს სახლში ხვარი ძროხა იმათზე მეტი მყავდა ვინ ჩემზე წინ მეფობდა იერუსალიმში დავაგროვე ოქრო და ვერცხლი სამეფო და სამხარეო საგანძურებში დავიდგინე მომღერალი კაცები და ქალები და ადამიანთა ძეთა სიამე ხარჭა მრავალი გამდიდი გადავაჭარბე ყველას ვინ ჩემზე წინ იყო იერუსალიმში ნახეთ რამდენად დიდი იყო მისი მატერიალური მდგომარეობა, რამდენად დიდი იყო მისი პოპულარულობა. მაგრამ ჩვენ უკვე წავიკითხეთ ის როგორ ამბობს რომ ქარისდევნა ყოფილა ყველაფერი. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს არის სახიფათო გამოწვევა, რადგან ქონებაში არის სიამოვნება, გავლენაც და პოპულარულობაც. ოღონდ მეგობრებო, ნუ წარმოიდგენთ კიდევ მეორებ მასშტაბებს მილიარდელი თუ ვიქნები, არა, საკმარისია ოდნავ წინ წავიწიოთ, ეგრევე მოდის სტუნება, აი გავლენა, ეგრევე მოდის ცდუნება, პოპულარულობა, ბევრი ფაქტორი, ძვირფასებო, უამრავი ფაქტორი. გარეგნობაც კი, რაღაცა კარგი ლაპარაკიც კი. ეკლესიასტე 2:10-11 იგივე კონტექსტი, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს. რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს. შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედეს და მივხვდი, ამაუება და ქარისდევნა იყო და არ არის სარგებელი მზის ქვეშეთში. ამათგან არ არისო სარგებელი. შეიძლება ჩვენი და სოლომონის მასშტაბები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მეგობრებო. ყველა ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს ამას. აი ეხლა ნიკამ ასეთი სტატისტიკა თქვა, მე ამით ვამთავრებ, აი ბოლოსკენ მივდივარ. აი ნიკას მოვიშველიებ, მან სტატისტიკა ახსენა საინტერესო, რომ ადამიანები ეკლესიას უფრო მეტად იმის გამო ტოვებენო, რომ აი ამ ცხოვრებაში მოსული პრობლემების გადაჭრის გზებს ვერ სწავლობენ და ვერ პოულობენ. და ერთ-ერთი მათგანი, როგორც იესომ თქვა, ძვირფასებო, მათ შორის იესომ თქვა ეს მათეს 13 თავში. როცა ისყვებოდა იგავს თესლის და მთესველის შესახებ, რომ სიმდიდრის საცდური და ცხოვრებისეული ბევრი საზრუნავი აჩანაგებენ. ჩვენ არ ვასწავლით, რომ მოეშვათ, მოდუნდეთ, ჯვალო ჩაიცვათ და კალიები ჭამოთ. ჩვენ ამას არ ვასწავლით, ჩვენ ბალანსის დაცვას გასწავლით. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა, ბალანსი დაიცავით, წონასწორობა დაიცავით. ამ სფეროს ნგრევის ხარჯზე წარმატება არაფერს დაარქვათ. სულიერის ნგრევის ხარჯზე, ოჯახის, რომელიც ღმერთმა მოგცა, იმის ჩამონგრევის ხარჯზე, სადმცალია, სუწასული ვარ, გაჩერდით. გაჩერდით ხალხო, გეუბნებით. იმიტომ რომ თუ ეს ბალანსი დაირღვა, წარმატება არაფერს არ ქვია. ვიმეორებ. ლუკა 16:15 უთხრა მათ იესომ თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე. რამდენს გახსოვთ, მეგობრებო, ვის უთხრა იესომ ეს სიტყვები? ფარისევლებს უთხრა და იცით სად უთხრა?
როცა იესო მილაპარაკა მამონაზე, ესენიო დასცინოდნენ, რადგან ყველანიო მდიდრები იყვნენო და დასცინოდნენ იესოს ამ შეხედულებებს. იესო მდიდრების წინააღმდეგ არასოდეს გამოსულა, ძვირფასებო. ისევე როგორც ჩვენც არ ვლაპარაკობთ ამის წინააღმდეგ. იესო ასწავლიდა როგორ უნდა გამდიდრდეს ადამიანი. ღმერთი ასწავლის როგორ და რისთვის უნდა გამდიდრდეს ადამიანი. არა იმისთვის, რასაც სოლომონი აკეთებდა თავის ცხოვრების ბოლო წლებში, ყველა სიამოვნებას ვიკმაყოფილებდი, 700 ცოლი მყავდა, 300 ხარჭა და მივხვდი რომ ფუჭია, ხო, ფუჭია, ამაუა. და ნუ ღარ გავიმეორებთ, მასშტაბები არ იქნება ისეთი, რა თქმა უნდა. მათეს სახარებაში არ ვკითხულობ ამათ მე-6 თავში, პირველი 4 მუხლებში ეს ამბობდა რომ როცა აკეთებ კარგ საქმეს, დაფარულში აკეთე, ესეც კი მეგობრებო, იმ პოპულარობის მომენტია, იმ გავლენის მომენტია, ნახეთ, სიკეთეს ვაკეთებ, შემომხედეთ მოწყალება გავიღე, შემომხედეთ ის მიათედი დავდე. არის ხომი ასე ეს თუნება, ზოგჯერ არ იციან ადამიანებმა შეიძლება, მაგრამ დღეს აქ ეკლესიის წევრები არ მეგულება, ყველა მიცის ჩვენ როგორ ვაგროვებთ ამ ყველაფერს. არიან კონკრეტული ადამიანები არჩეული, რომელთა აქვს მინდობილი ეს ყველაფერი. იქ არის სპეციალური ადგილი, არის კონვერტები, მაინც არის ხომე შემთხვევა, აი მე ეს მოვიტა. იცით მეგობრებო, კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ეს ხდებოდეს ხანდახან რომ მართლა არ იცის ადამიანმა, ხოლო მეორეს მხრივ ეს რაღაცა საჯაროდ ნაკეთები რაღაცეები იმისკენ მიდის, უბრალოდ თქვენ გულებს დაუკვირდით. იმისკენ მიდის, რომ იესო ეუბნება დაფარულში აკეთე. იმიტომ რომ ასე უყვართო ფარისევლებს, მე ის კიდე ერთი მუხლი მოყავს, 23 მუხლი, მათე 23 თავი, 5-7 მუხლები, აი ფარისევლებს უყვართ წინა ადგილებზე ჯდომა, მოკითხვები, სპეციალური ტანსაცმელების ჩაცმა, მისალმებანი, იესო ეუბნება ნუ იქნებით ასე. პირველი ტიმოთეს 6:9 გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსასწრელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყმულ და მავნეგულის თქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპავად ითრევენ ადამიანს. ფრთხილად იყავით უბრალოდ მეგობრებო. ცხოვრება ისეთი რაღაცა არის, გიწევს. ამერიკის ერთ-ერთმა უცნობილესმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა ასეთი რაღაცა, ორი რამეა ცხოვრებაში გარდაუვალი, სიკვდილი და გადასახადები. თუ სიკვდილი გარდაუვალია, ესე იგი ვიცით რომ ასე იქნება, მაგრამ მასავით გარდაუვალი ყოფილა გადასახადები. ეხლა თუ გადასახადები გარდაუვალია, მაშინ ჩვენ შრომა გვჭირდება. თუ საჭმელი გვჭირდება, მაშინ შრომა გვჭირდება, ძვირფასებო, ხომ? ამიტომ ამ ქადაგებას, მეგობრებო, ნუ ჩათვლით რაღაცა мотиваციის გასანელებელ ქადაგებას. ეს ქადაგება ჩათვალეთ როგორც გაფრთხილება ბალანსის და საცავად, წონასწორობის და საცავად. რისთვის გინდა ეს წარმატება? რას ეძახი წარმატებას? გონია რომ სიამოვნებას მიიღებ იმით რომ უფრო დიდ სახს აიშენებ? გონია რომ სიამოვნებას მიიღებ იმით რომ ერთი მანქანიდან მეორეზე გადაჯდები? თუ კმაყოფილებას იმით არ ისწავლი, რაც უკვე გაქვს. თუ კმაყოფილებას შენი მეუღლით არ ისწავლი, თუ ღმერთის წინაშე მადლიერი არ იქნები, თუ მის წინაშე მადლიერი არ იქნები, დამერწმუნეთ. როგორ ემართებათ ადამიანებს, ნახეთ, შეხედეთ ჰოლივუდს. დღეს ერთად არიან, გამოაცხადებს მთელი მსოფლიო, რომ ესა და ეს დღეს ერთად არიან, გავე ერთი წელი, ესენი ერთად აღარ არიან, ახლა ესენი არიან ერთად. რატომ ხდება ასე? რატომ სყინდებათ ასე მალე? გიფიქრიათ? არა ჩვენ არ დაგვემართება. ისინი უბრალოდ ამ მორევმა გაიტაცა ხალხო. ისინი ყველაზე დაუცველები არიან ამ სფეროში. აქვთ პოზიცია, აქვთ შესაძლებლობები. თაფერთხილი აქვს თავზე ფული, მდგომარეობა, სილამაზეც. ანდა აიწყობენ თავებს ბოლო-ბოლო კაცო, ფული იმდენი აქვს, რა პრობლემა არის? და ბოლო მუხლი. პირველი ტიმოთე 6:17-19 ეს სპეციალურად შემოვინახე. მდიდრებს ამ წუთის სოფელში ამცნე, ასე თქვა პავლემ, ტიმოთეს დაუბარა. მდიდრებს ამცნე. გაყიდონ სახლები და სულ ყველაფერი. აი რა კარგია რომ უყურებთ. გაღარიბდნენ ამ წუთში. არაფერი არ იქონიონ. არა, მოდი გავყვეთ ახლა რა თქვა პავლემ. მდიდრებს რა უთხარიო, შეხედეთ. არ გადიდგულდნენ. რა შუაშია დიდგულობა? ხო არის, პირდაპირ ვიმეორებ.
მატერიალური მდგომარეობის შეცვლამ შეიძლება ადამიანი გაადირგულოს. წერილს დაუჯერეთ, მე ნუ დამიჯერებთ. ნურც მათ თუ სიმდიდრეზე დაიმედდებიან. ფული რომ გაქვს, რა ადვილი ხდება იცით ყველაფერი. ხანდახან ხალხო ტანსაცმელით გამიკეთებია საქმე, იცით? საკმარისია კარგად ჩაიცვა და სადღაცა მიხვიდე, სულ თქვენობით გელაპარაკებიან ხალხი. როგორც კი ჯინსით მივედი, ზედარ მიყურებდნენ. ამიტომ ვისწავლე, როცა მივდივარ ხოლმე ახლა აქ, სადაც ხშირად დავდივარ და ლამის ბავშვებს უმანათლიებენ, ქალაქის მერიაში, იმიტომ რომ ჩვენი მშენებლობის გამო სული გვარ. ადამიანებს ნახეთ რა მოქმედებს, საკმარისია რომ რაღაცა კლასიკურად ჩაიცვა, შეხვიდე და გისმენთ ბატონო, თქვენ. აი იმასავით არის ისაო ვიღაცა შემოვაო, ისაო. ხო და თუ შეხედავთ კარგად აცვიაო. და ჭუჭყიანი რო არის, გადიგეცა იქი დაჭეკი გადიო და ვიღაცა შემოვა, აქ სხვა უნდა დავაჯინო. ვიღაცა შემოვა, მობძანდით, აქ დაბძანდით ბატონო. ეს ადამიანური გარკვეული ლოგიკა არის. ამიტომ პავლემ თქვა, დიდრებს უთხარი არ გადიდგულდნენ. მათ თუ სიმდიდრეზე ნუ დაიმედდებიან. იმიტომ რომ ყველაფერი დროებითია. ბოლო წუთამდე რომ დიდარი იყო, იქ მაინც ვერაფერს ვერ წაიღებ. არამედ ცოცხალ ღმერთზე დადონ იმედი, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად, ნახეთ? ყველაფერს უხვად გვაძლევს რომ გვიხაროდეს. ამენ, ჰალელუია. ქველმოქმედებაში კეთილის საქმეებით გამდიდრდნენ, გულუხნი იყვნენ და გამზიარებელნი. აი რა კულტურას უნდა ვაშენებდეთ ეკლესიაში. ადამიანები, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ, მეგობრებო, ამით უნდა იყვნენ დამოძღვრილნი და უნდა ვაკვირდებოდეთ. იმიტომ რომ პავლეს უთხრა, ამცნე, უთხარი, მცნებად მიეცი. ტიმოთეს დაავალა პავლემ. ასე კი არა, ისა მაგ ხალხთან ცოტა ფრთხილად იყავი. არ დავკარგოთ, კაცო, იყვნენ წარმატებულები არიან. პავლემ უთხრა ტიმოთეს, ამცნი ასეთ ხალხს. ფრთხილად იყვნენ რომ დიდგულობაში დახმარება ჭირდებათ ასეთ ხალხს, მეგობრებო. დახმარება ჭირდებათ, რომ ვინც წარმატებას აღწევენ. დახმარება ჭირდებათ, ვინც პოზიციებს აღწევენ. ძლიერი დახმარება ჭირდებათ. ხანდახან ჩვენ გონია რომ ჩვენ გვჭირდება იმათი დახმარება. მომისმინეთ გულწრფელად, პატივს ვცემ ყველას, ვისაც რამე გაუკეთებია, ვისაც რამე შეუწირავს, მაგრამ ერთი რაღაცა იცოდეთ, მეგობრებო. თითოეული ასეთი ადამიანი უფრო საჭიროებს ეკლესიის თანადგომას, ვიდრე შეიძლება მასე გონოს, რომ ის აკეთებს რაღაცა საოცრებას. კიდევ ვიმეორებ, ვაფასებ ყველა ადამიანისგან გაკეთებულს, გაღებულს, მადლობას გეუბნებით, იმიტომ რომ ესეც სწორი არის, მადლობა გადავიხადოთ, წავახალისოთ, მაგრამ უნდა იცოდეს ყველა ასეთმა ადამიანმა, რამდენად სჭირდებათ მათ ეკლესია. და ბოლო ფრაზები. გულუხნი იყვნენ და გამზიარებელნი, დაიუნჯებენ მტკიცეს საძირკვლად მომავლისთვის, რათა მიიღონ ჭეშმარიტი სიცოცხლეო. ნახეთ, რა საოცარი სიტყვები წერია. ამით, როცა ისინი იქნებიან მუდმივად ქველმოქმედნი, გამზიარებელნი, გულუხნი, დაიუნჯებენ საფუძვლად იქ ჭეშმარიტ სიცოცხლეს. დიდება იესო ქრისტეს. ღმერთის გარეშე ცხოვრებას. ღმერთის გარეშე ცხოვრება, სიამოვნების და კმაყოფილების ზებნა არის დიდი ამაუება ჩემო ძვირფასებო. დიდება იესო ქრისტეს. ჰალელუია.